საკალათო სასამართლოში დავით ლომიდისა და თემურ ზასოხაშვილის საქმის არსებითი განხილვა გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე მხარეები სასამართლოს წინაშე შესავალი სიტყვით წარდგნენ. დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი 2024 წლის 1 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ისინი ღამის საათებში თბილისში პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს ჭიჭინაძის ქუჩაზე თავს დაესხნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს და მათ ეგრეთ წოდებული მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს. ასევე აღნიშნული ქმედების შედეგად ცეცხლი წაეკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებულ წყლის ჭავლის სპეციალურ ავტომანქანას. მე უშუალოდ ვიცავ თემურ ზასოხაშვილის ინტერესებს. ჩვენი პოზიცია ის, რომ მრავალ ჩარაცხმოქმედებას არ ვაღიარებთ, ანუ არ ვეთანხმებით და ყურადღება გავამახვილე იმ ამოცნობის ოფთან დაკავშირებით, ერთადერთი მტკიცებულებები, რომელიც პირდაპირ მიუთითებს ამ ადამიანის დანაშაულებულ ქმედებაზე, ანუ ბრალდების ხარის პოზიციიდან გამომდინარე, ვაფიქსირებთ, რომ ანუ არ შეესაბამება იმ რეალობას, რომელიც გადმოცემული არის ამ ოფში. ორივე მათგანმა ინდივიდუალურად ეგრეთ წოდებული მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს პოლიციელებს და მითითებულ მანქანას, რამაც საფრთხე შეუქმნა, რა თქმა უნდა, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხულები არიან პოლიციის თანამშრომლები, ასევე საქმეზე გამოთხოვილი არის ვიდეო ჩანაწერი, რომელშიც აღბეჭდილია მითითებული პირების მოქმედებები. ეს ვიდეო ჩანაწერი დათვალიერებულია ბრალდებულების მონაწილეობით და ისინი ადასტურებენ, რომ ჩანაწერში ასახული პიროვნებები არიან თავად და აღწერენ ასევე მათ მოქმედებებს.